ეს დუშეთის რაიონის სოფელი ჩარგალია. იმედის დილის გადამღები ჯგუფი სწორედ აქ, ფშავში, დიდი კაცის პატარა ქოხს ესტუმრა. ამ სახლში ბუნების მესაიდუმლე კაიყმა ვაჟებ-შაველად ცხოვრობდა. ამ ქოხში ხდებოდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ მე-19 საუკუნის ბოლოს, ვიდრე ევროპის სასახლებად ქცეულ განათლების კერებში. მთელი დღე დაძრწოდა და დაწანწალებდა იმისთვის, რომ ეშოვა ნავთი, ეშოვა სანთელი, რომ შემდეგ ღამე ემუშავა. მას საერთოდ ღამე მუშაობა უყვარდა. დაждდებოდა ღამე, ან ნავთის თუ არ ქონდა ჩრაქვი, ეს არის ჩრაქვი. ეს არის მურყნის ქერქი და მას როცა შეაგდებ ცეცხლში ძალიან მაღალი შუქის ცეცხლი აქვს და თუ არ ქონდა ნავთი ამ ჩრაქვის შუქზე წერდა ხოლმე თავის ნაწარმოებებს. ლუკა რაზიკაშვილის საცხოვრებელი დღეს აღდგენილია. აქ ვაჟას საყვარელი ნივთები ინახება. შემორჩენილია მისი სამუშაო მაგიდა, სადაც ცეცხლის შუქზე ბრწყინვალე შედევრები შეიქმნა. ეს ტახტიც მისი დროინდელია და ფანდური მისი საყვარელი. სხვა შორის თუ დაკვირვები ხართ მისი ლექსები ძირითადად ან მღერის, ძალიან ბევრს ქვია სიმღერა, ან ტირის. და ყოველთვის ან სიმღერით, ან ტირილით გრძნობს, რომ ის ძალიან ახლოს არის ღმერთთან. ეს არის ხურჯი, რა თქმა უნდა, მისეულია, მაგრამ ცოტა გვიანდელი ხანის არის. და თოფი, მისი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნივთი. ვაჟებ-შაველა სიცოცხლის ბოლოს თბილისში, ლაზარეჩი მკურნალობდა. დიდი სურვილი ჰქონდა მშობლიურ ჩარგალში დაბრუნებულიყო და აქ გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე. ეს ფანჯარა ცოტა უფრო დაბალი იყო კიდევ, ვიდრე ახლა არის. მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს ვაჟებ-შაველას ამ ფანჯრიდან მთელი სამყარო დაენახა. თუმცა თავისი დანახული სამყაროს შესახებ მერე თავისი აზრის დასაწერად მას მუდმივად ჭირდებოდა და მუდმივად აკლდა მზის შუქი ამ ფანჯრიდან და ბოლო წერილი, როცა მან ნახა ლაზარეთის მართლაც დიდი და ფართო სარკმელი, სადაც ძალიან მისუსტებული იყო და ღონემიხთილი დიდ სინათლეში და მზის შუქში იწვა, სულ ნატრობდა ბოლოს, რომ როგორმე უნდა ბოლო წერილში ესა აქვს დაწერილი, თავის ჯალაფს წერს, რომ მე ფანჯრები შეუკვეთე, ვიყიდე უკვე და რომ წამოვალ, ძალიან მალე 10 დღეზე მანდ გავჩდები და ფანჯარას წამოვიღე და გამოვცვლი უფრო გავადიდებო. ჩარგალში 150 წლის წინ ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა. დღეს ვაჟებ-შაველას სახლის სახლ-მუზეუმად და სახელი უბერებელ შემოქმედად იქცა.